გამარჯობა მეგობრებო, დედაფის საქმეზე გადავალ. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით მინდა დაგელაპარაკოთ. აი უბრალოდ რა მომენტია ახლა. ყველაფერი კეთდება საერთოდ აი ამ დასავლეთიდან შემოტანილი კანონებით. აი ეს ლიბერალური კანონებს რო ეძახიან. გლეხს, ანუ სოფლელს არა აქვს საშუალება იმისი, რომ ძროხა იყოლიოს, თხა იყოლიოს, კამეჩი, ღორი. და რატომ? ანუ ფერმერს, რომელსაც ათობით გექტრობით აქვს მიწა, არ ავალდებულებს ჩვენი კანონი, რომ შემოღოპოს. და გლეხი კიდევ, ერთი ძროხა რო ყავდეს, წელი დღე ძროხასთან ერთად უნდა იყოს. გაგიგიათ ასეთი რაღაცა? ხო გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს როგორ იყო? ყველაფერი ხო გლეხებისთვის კეთდებოდა და სოფლის გასაძლიერებლად. ყველაფერი კეთდება სოფლის დასანგრევად და გასანადგურებლად. კი ვიცით, ახლა მე ბოლო სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ ჩემ პერიოდში მე-19 მოწვევის პარლამენტის პერიოდში ჩვენ გავაკეთეთ აი ესეთი გამოკითხვები და დავთვალეთ ის სოფლები, რომელიც დაცარიებლებული იყო საერთოდ. 280 სოფელი იყო თუ რაღაცა 180 ზუსტად არ მახსოვს ვაპატიეთ. და იყო სოფელი, სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობდა, კიდევ 100-ზე მეტი სოფელი. იყო 5 ადამიანი ცხოვრობდა. სკოლები, კი იცით, რომ 18 მასწავლებელი იყო და 2 ბავშვი. ესეთი სოფლებიც იყო, ესეთი სკოლებიც იყო. სკოლებს აშენებენ, ინფრასტრუქტურას ამზადებენ, მაგრამ ვისთვის ამზადებენ? როდესაც ბავშვები არ არიან, როდესაც სოფელი დაცარიელებულია და არაფერი სოფლის და სოფლელის დასახმარებლად არაფერი არ კეთდება. აი ახლა მაგალითად კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით ასეთ მომენტს. თუ ცხენს, საქონელს, ვირს, რაც არ უნდა იყოს, კამის არ ახლიამ წყემსი და მოდის ერთი 160-ით მანქანა მოფრინავს 140-ით და დაეჯახა უკნიდან. ჯერ ხო აჯარიმებენ პატრონს, მერე კიდევ ავალდებულებენ, რომ ზარალი აუნაზღაუროს წყოლს. ანუ რატო გაუშვი შენ საქონელი სოფელში წყემსის გარეშე? და იმას არავინ არაფერს არ ეუბნება, 250 ლარი მაქსიმუმ ჯარიმა და მორჩა. ქლიანად გლეხმა უნდა აუნაზღაუროს ყველაფერი. სამართალია კაცო ესა? ანუ მთვრალი კაცი რომ მიდიოდეს ახლა გზაში, ან და თუნდაც ჩაფიქრებული ადამიანი და უკნიდან დაეჯახო მანქანით. ისა მტყუონი, თუ შენ ახარ მტყუონი, რომელიც უკნიდან დაეჯახე. პატრიოტებულო პარლამენტარებო, ეხლა მაინც არ არყავთ ლიბერალები პარლამენტში და მიიღეთ კანონები, გაუქმეთ კანონები, რომლებიც სოფლის დასუსტებისკენ არის გამიზნული. გაუქმეთ კანონები, აღადგინეთ ეროვნება, აღადგინეთ ცილისწამების მუხლი, თან ძალიან უნდა გაამკაცროთ და ისე. აღადგინეთ სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც სააკაშვილმა და ნაციონალებმა გააუქმეს, იმიტომ რომ შემდეგში ისეთ იმხელა ღალატებს აპირებდნენ და ყველაფერს ხილველები ვართ ჩვენ თვითოული ჩვენთაგანი. აღადგინეთ სამშობლოს მოღალატის მუხლი და ძალიან უნდა გამკაცრდეს. აი დახვრეტა უნდა მივიღოთ მაგაზე, იმიტომ რომ ვისაც არ ეზარება ყველა ყიდის ჩვენ სამშობლოს. და ვისაც ცოტა პატარა ფული აქვს, ყველა ყიდულობს სამშობლოს ჩვენსას. აი ესეთ გარეწრებისგან და მოღალატეებისგან, რომლებიც პასუხისმგებლობა არ არსებობს საერთოდ. დაგაბრალებენ შენ პატიოსან კაცს სამშობლოს ღალატს და ამტკიცე მერე რომ არ ახარ აკლებ. ტელევიზიები მათ ხელშია, ყველაფერი ჟურნალისტები მათ ხელშია, ფული მათ ხელშია, ყველაფერი მათ აქვს ხელში ჩაგდებული ამ კაპიტალისტებს. და საერთოდ ეროვნული წამხდარია ყველაფერი. ნუ ახლა რას გიყვებით თქვენ თვითონ კარგად იცით ეს ყველაფერი, მაგრამ მე ახლა ვეუბნები პარლამენტარებს. ბატონ პრეზიდენტს, რომელიც მე ძალიან გამიხარდა და ძალიან მომწონს დღევანდელი პრეზიდენტი, ერთადერთხელ ვიხილე ქართველი პრეზიდენტი ნამდვილი. და მინდა გთხოვოთ, რომ აღადგინეთ ჯერ პირველ რიგში ცილისწამების მუხლი, რომლითაც ანადგურებენ საერთოდ ოჯახებს. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ტელევიზორს უყურებს ბავშვი
და მთელი წელი სწავება მიდის მამამისზე და პრობლემებზე მისი. და რამხელა სტრესებულობენ. მე გამოცდილი მაქვს ეს ყველაფერი. რამხელა სტრესია ბავშვებისთვის და მთელი ცხოვრება ვერ გამოდიან მერე მაქედან. აი ამ წელი სწავების ეს წელი სწავების მუხლი უნდა იქნას აღდგენილი და გამკაცრებული ძალიან ზაფრად. მერე რა თქმა უნდა სამშობლოს ღალატის მუხლი უნდა იქნას აღდგენილი. რამდენი ხანი მაშინაც ასე ვიძახდი პარლამენტში ვიყავი. კაცი შუმარდა მიჯერეთ. უნდა აი ახლა სამშობლოს ღალატის მუხლი რო გქონდათ, ხო გაასამართლებდით იმ ნაციონალებს თუ გინდათ გასამართლება, ბევრი რამე გაქვთ მაგაც დასაყენებელი და დასამტკიცებელი ფაქტები, რამდენჯერ უღალატეს ჩვენ სამშობლოს. მაგრამ არ აკეთებთ ამას. აი გველის ნაკბენი ვიცახართ გაჩერებული, რატომ არ ვიცი. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა იქნას აღდგენილი დახვრეტა სამშობლოს მოღალატეების წინააღმდეგ. აი მაშინ ნახავთ თქვენ დაისვენებს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი დაისვენებს. დაუბრუნდეს ყველას თავისი გვარი. თუ გვარი არა, ეროვნება მაინც დაუბრუნდეს ყველას. თუ გვარის გადაკეთება უნდა გადაიკეთოს, ოღონდ თავისი ეროვნების გვარზე. ქვეყანა ჯაშუშები ყავს ქვეყანაში, ჩვენ სამშობლოში, პრობლემას გადაიკეთეს გვარები და უმაღლეს თანამდებობებზე მიდიან, მიძვრებიან და აკეთებენ თავიანთი ისტორიული სამშობლოს საქმეებს. ძალიან გთხოვთ, პარლამენტარებო, კარგად მომისმინეთ და რაც თქვენ თვითონ ძალიან დიდი სურვილი გაქვთ რომ გააკეთოთ, ის გააკეთეთ. აუცილებლად სოფელს დაეხმარეთ, სოფლელებს დაეხმარეთ, სოფლებს უნდა ქონდეს საშუალება იმისი, რომ იყოლიოს ჯერ ერთი მარტოხელა დედები არიან, მარტოხელა კაცები არიან. საიდან მოიყვანონ? მთელი საქართველო გაკრეფილია საქართველოდან. არავინც მუშაობა არ უნდა. ეს სოფლის ეს სოციალური პროგრამები დაუტოვეთ ინვალიდებს, აი შეშემოპირებს, დაუტოვეთ მოხუცებს, ვისაც ჯანი არ აქვს და არ შეუძლია მუშაობა და გაუზარდეთ მაგათ დახმარება. მაგრამ ახალგაზრდებს რა თუნდაც სოციალური დახმარება, რომელიც ხელი აქვს, ფეხი აქვს, ყველაფერი აბსოლუტურად ფიზიკურად ჯანმრთელია და სოციალურ დახმარებაზე ყავთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო ლიბერალური მიდგომა და ლიბერალური მეთოდი ერის გაზარმაცების და გაღატაკების. ხალხი გაღატაკებაში ეჯიბრება ერთმანეთს. ხალხი ეჯიბრება ერთმანეთს გაღატაკებაში, რომ სოციალური პროგრამა შეეხოს და სოციალური სტატუსი მიეცეს. რამდენჯერ პარლამენტში რამდენჯერ ყველა პრემიერ-მინისტრს მაგას ვთხოვდი და ვეუბნებოდი. ეს არის გამანადგურებელი ჩვენი ერის. აი ამიტომაც არის რომ არავის მუშაობა არ უნდა. აბა არ კონდეს ეს რაღაცა მათხოვრული 60 ლარია თუ რაღაცა თვეში. იძულებული გახდება ადგება და იმუშავებს და რო იმუშავებს ადამიანი არ დაждდება სახში. ის ისევლე გაეღვიძება ეს იმუნიტეტი შრომის და თავდადების და თვითგადარჩენის. ეხლა ფეხზე გადადებული მე ნარკომანიაზე ხუს არ მინდა ლაპარაკოს, სხვაებიც ლაპარაკობენ ამაზე ყველაფერზე. ძალიან ცუდ დღეში ვართ მეგობრებო, ძალიან ცუდ დღეში ვართ და გამოვხიზლდეთ ბოლოს და ბოლოს. ეს ახალგაზრდები ხო ნახეთ ახლა თაობების დაპირისპირება როგორ კარგად გამოუვიდათ ლიბერალებს. ეხლა მისი გაჩერება, ამის შერიგება, ამას ხო მუშაობა უნდა, ამას ხო დიდი დრო უნდა. ძალიან მომწონს თქვენი მუშაობა, თქვენი ახლანდელი ეს მომეწონა ასამბლეის ამბავი, რომ შეაჩერეთ და რომ გამოხვიდით იქიდან. ძალიან სწორი იყო, ჩემი აზრით ეს იყო ძალიან სწორი. იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ თავმოყარე ერი ასე იქცეო. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ ვინც იქ იყავით ჩაბრძანებული. ესე იგი, აი ესე ისე წამოკრავენ ხელს კეფაზე. თითქოს და პატარა ბავშვი იყო ეს სახელმწიფო. სუვერენიტეტი ხო ვარ სუვერენული ქვეყანა რა. დაგვანებონ რა. თუ არ
არ გვეხმარებიან, ნუ გვიშლიან ხელს და ეს დახმარება დრო რთულიან იმას, რომ NGO-ებს ტენიან ფულს იქიდან იმისთვის, რომ აქ კარეულობა მოაწყონ. არ გვინდა ესეთი დახმარება და წაიყვანონ თავიანთი NGO-ები, რომელსაც არც ერთი მათგანში თან ჯვარი არ მინახია მე. არც ერთ ჯვარი არ უკეთია. მე შევეკითხე სხვათასოი სხვაგაც. ჩემთან რო იყო მოსული იმაში ბელგიაში რომ მივდიოდით და წინასწარი შეხვედრები რომ ესეთი კაი გოგოები, კაი ბიჭები, კაი სასტავი იყო, ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ. და შევეკითხე, მართლმადიდებელი ხარ? მეთქი არა. ჯვარი არ უკიდია, რაღაცა სხვა სათამაშო უკიდიათ კისერზე. ურწმუნოებისა, ურწმუნოები ჭირდებათ უცხოელებს. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჭირდებათ ურწმუნო და ურჯულო და აი ესეთი უსამშობლო ხალხი, რომელიც იოლად სწრაფად და იაფატყიდის სამშობლოს. აი ამიტომ აღსადგენს ყველაფერი. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და ლამპრობა მოდის 9 თებერვალს 6 საათზე, ვინც დაპატეჟებული მყევხარ თუ არ მყევხარ დაპატეჟებული, ყველას გელოდებით სოფელ უჯარმაში, ჩემი სახლი, სადაც მე ვიმყოფები, ჩემი ფერმა ფაზენდას რო ეძახიან კიციც უყველამ. ხო და გელოდებით ყველას დიდი პატივისცემითა და სიყვარულით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.